1923 წელს დააპატიმრეს. სასტიკად აწამეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერაფერი ათქმევინეს. ვარდენ წულუკიძე, ქართველი გენერალი, რომლის გატეხვაც საბჭოთა კავშირმა ბევრჯერ სცადა, თუმცა არ გამოუვიდათ. ის მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-21 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში და საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იყო ერთ-ერთი ლიდერი სამხედრო ცენტრისა, იატაკქვეშა ორგანიზაციის, რომელიც აჯანყებისთვის ემზადებოდა. სამხედრო ცენტრმა, რომელსაც ხშირად განმათავისუფლებელ კომიტეტსაც უწოდებდნენ, მალევე მთელი ქვეყანა მოიცვა. ამ ცენტრს საერთო სახალხო აჯანყება უნდა დაეორგანიზებინა, თუმცა ხშირად ერთობის მიღწევა შეუძლებელი იყო. მალევე ცენტრის მთელი შემადგენლობა გასცეს. ვარდენ წულუკიძე თანამებრძოლებთან ერთად დააპატიმრეს. მან იცოდა, რომ ყველა ნაბიჯი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩენილიყო, თუმცა მიუხედავად ამისა არ ნებდებოდა. გენერალი ვარდენ წულუკიძე კოტე აფხაზთან და 14 პატიმართან ერთად დახვრიტეს. დღეს მას ეროვნული გმირის წოდება აქვს, რომელიც ბრძოლით, უტეხი ხასიათით, ქვეყნისა და თანამებრძოლების ერთგულებით დაიმსახურა.